ამასთანავე უნდა შემოუვაროთ იმ ადგილს, სადაც წყალია. აბა როგორ გავივლით? დავსველდებით. შეხედეთ, სიღრმეც არ არის. დაახლოებით 300 მეტრი შეიძლება ფეხით იარო. რატომაა კარგი? პირველ რიგში როცა აქ ტალღებია, მე ვსრიალებ პატარა კატამარანზე, თუ რა ქვია. დიდზე ვერ შევძლებ. რატომღაც მეშინია. ბოლოს და ბოლოს ჩემი ძვლებისთვის სახიფათოა. თორემ მეტკინება. პატარა კატამარანზე კი წვები და ტალღას მივყავარ. გაჩვენებთ. აი ყვავილებიც. ვიღაც ესპანეთშიც მიყვებოდა. შეადარეს ესპანეთი და ისრაელი. ისრაელი 60 წლის არის, ესპანეთი კი რამდენიმე 1000 წლის. ეს სრულიად განსხვავებული რამეებია, მაგრამ კულტურის მხრივ გეტყვით. ესპანეთსაც კი აჯობებს. მე იქ ერთხელ საკმაოდ დიდხანს ვიყავი. მკურნალობდი. ნახე, ხალხი ველურია. აქ კი შავკანიანი ადამიანებიც კი არ არიან ველურები. არ ვიცი. მოიშას მოსწონს ისინი, თუ არა. მოიშა იქ გოგონების ხედან, არ გინდა რომ გაიცნო. არ უნდა. არ უნდა. ხო და ასეა. ეს მაშინ იყო, როცა მეფე სოლომონი მეფობდა. მასთან ჩამოვიდა მგონი საბაელთა დედოფალი. საბაელთა დედოფალი იყო თუ ვინ? მოკლედ სოლომონი არავის ტოვებდა უყურადღებოდ. აი მისგან მოდის შავკანიანი ებრაელების ხაზიც. ისინი ისრაელში 10% არიან. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულ თანამდებობებს იკავებენ, რადგან გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნეს ოდნავ ველურობა. ბევრი მათგანი სანაპიროების დასუფთავებით არის დაკავებული. მათ ზუსტად ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ყველას. მსახურობენ არმიაში, აბარებენ უნივერსიტეტებში. შეუძლიათ პარლამენტშიც იყვნენ არჩეული. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ამჟამად არის თუ არა პარლამენტში შავკანიანი მოსახლეობის წარმომადგენელი. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ არჩევნებზეა დამოკიდებული, ვინ როგორ აძლევს ხმას, ასე რომ ვიცი ადგილები, სადაც ბევრი რუსი ცხოვრობს, მაგრამ არ ვიცი ადგილები, სადაც შავკანიანი მოსახლეობის დიდი თავმოყრაა. ამიტომ იქ არასოდეს ვყოფილ ვარ. ახლა ძალიან ლამაზი მზის ჩასვლა იქნება. გექნებათ შესაძლებლობა უყუროთ და თქვენს მშობლებსაც აჩვენოთ. დაილოცოთ. რადგან მზის ჩასვლისას უფალი განსაკუთრებით კარგად ისმენს ადამიანების ზურგილებს. იმ ხარეს მიდის, რომ რამე შეჭამოს. მაგრამ არ გავუშვებ. აი სულ ესაა, ნაღმების ველს გავწდით. ახლა ვეღარავინ ვერაფერს დამარხავს. აქ უკვე ხალხიც ნაკლები იქნება. უფრო მშვიდი ადგილია. აი ასეთი ძაღლია. მოიშა აჩვენ ესეირი. არ მოუნდა საქმის გარჩევა. რატომღაც დაახველა. ალბათ უკვე რაღაც შეჭამა. მოიშა, წავიდეთ. ერთხელ აი ასეთი სიმაღლიდან გადმოვვარდი. ჩვევა მქონდა. ადრე. დაახლოებით 1 წლის წინ. 2-3 კილომეტრს ვცურავდი. იმდენს ვცურავდი, რამდენის ძალაც მქონდა. არ ვფიქრობდი იმაზე, რომ უკან დაბრუნებისას შეიძლება ძალა აღარ მეყოს, რადგან კროლით სწრაფად ვცურავ. ასეც მოხდა. სრულიად ძალა გამოცლილი და გაუწყლოებული ამოვედი წყლიდან და გადაწყვიტე პირდაპირ წავსულიყავი, კიბის ძებნის ნაცვლად. ამას რას ბედავს მოიშა? სწორედ ასეა და გადმოვვარდი.